არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს. ბოროტ სულთა ზემოქმედებით ხიბლში ჩავარდნისა და თვითწვრთნებისაგან მიდრეკის მწარე ხვედრი მოელის მათ, ვინც ოცნებობს. მიაღწიოს მაღალ ლოცვით მდგომარეობას და ამასთანავე აქვს არა ჭეშმარიტი, არამედ ხორციელი მშვენიერი მოშურნეობა. ასეთ მოღვაწეებს ეშმაკი იოლად აბამს თავის მახეში, არასწორი ლოცვითი წვრთნა განუყრელად უკავშირდება თვითწვრთნებას, საიდანაც აღმოცენდება ეშმაკისეული ხიბლი. არასწორი ლოცვისთვის ნიშანდობლივი ხიბლის სხვადასხვა სახეს ძალზე დაწვრილებით განიხილავს მღვდელმთავარი ეგნატე ნაშრომში ბერის საუბარი მოწაფესთან იესოს ლოცვის შესახებ. წარმოგიდგენთ ამ სტატიის ძირითად აზრებს. ყველა სახე ეშმაკისეული ხიბლისა, რაც მოღვაწეს ემუქრება, ჩნდება იქიდან, რომ ლოცვის საფუძვლად არა უდევს სინანული, რომ სინანული არ გახდა ლოცვის სათავე, სული, მიზანი. სინანული და თითოეული მისი შემადგენელი, სულის შემოსრულება და ტკივილი, გულისმიერი გლოვა, ცრემლები, თვითგანკითხვა, სიკვდილს, ღმრთის სამჟავროს, მარადიული სატანჯველის ხსოვნა და წინასწარ განცდა, ღვთის თანამყოფობის განცდა, ღვთის შიში, აი უძვირფასესი, თავდაპირველი და ძირითადი ნიჭები ღვთისა, საწინდარნი, უმაღლეს და საუკუნო ნიჭდა. თვინიერ მათი შეძენისა, შემდგომ ნიჭთა შეძენა შეუძლებელია. წმინდა იოანე კიბის აღწერილი აღნიშნავს, რაოდენ აღმატებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ღვაწლი თუ ვერ მოიპოვეთ გულშემოსრულებას, ამაოდაც ცრუ იქნება ჩვენი ღვაწლი. სიტყვა მე-7. ყველაზე სახიფათოა არასწორი ლოცვა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვის უნარით აგებს ოცნებებს და ქმნის სურათებს, რომელთაც თითქმის წმინდა წერილიდან იღებს, სინამდვილეში კი ისინი წარმოიქმნება საკუთარი მდგომარეობიდან, დაცემიდან, ცოდილობიდან და თვითწვრთნებიდან. მლოცველი ამ სურათებით ასაზრდოებს თავის თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობას, გონებამაღლობას, ამპარტავნებას და თავს იტყუებს. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მეოცნების ლოცვას და მის შედეგებს ასე აღწერს. ის ზეცისგან აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას, წარმოადგენს საღვთო განგებულების საიდუმლოებებს, ზეციურ სიკეთეებს, წმინდა ანგელოზთა დასებს, წმინდათა სავანეებს, მოკლედ თავისი წარმოსახვით შემოკრებს ყოველივეს, რაც საღვთო წერილიდან სმენია, ამაზე ფიქრობს ლოცვის დროს, შეყურებს ზეცას და ამით სულს ღვთაებრივის ნდომითა და სიყვარულით აღეგზნებს. ზოგჯერ ცრემლს ღვრის და გოდებს, ასე თანდათან ეუფლება მას გულს მშვიდობა, გონებით კი ამას ვერ ხვდება. გონია, რომ მისი ასეთი მდგომარეობა არის საღვთო მადლის ნიჭი, მასავე სანუგეშად მოვლინებული და ღმერთს ევედრება ღირსყოს მარად ამ მდგომარეობაში ყოფნისა. ეს ხიბლის ნიშანია. ასეთი კაცი თუნდაც სრულ მდგომარეობას იცავდეს, ვერ ასწდება გონებისეულ საშმაგესა და სიგიჟეს და თუ ეს არ დაემართა, მაინც ვერასდროს შეიძენს სულიერ აზროვნებას, სათნოებებს ან უვნებობას. ასე ჩავარდნენ ხიბლში ისინი, რომელთაც ხორციელი თვალებით იხილეს ნათელი და ბრწყინვალება ყნოსვით შეიგრძნეს კეთილსურნელება, ყურებით ესმოდათ ხმები, ზოგი მათგანი ეშმაკისეული გახდა, ჭკუიდან შეიშალა და აქეთ-იქეთ აწყდებოდა. სხვებმა ნათლის ანგელოზად გარდასახული ეშმაკი შეიწნარეს, ხიბლში ჩავარდნენ, მათ არჩევას საერთოდ არ ათხოვეს ყური და ბოლომდე ასეთებად დარჩნენ. ზოგმა ეშმაკის ჩაგონებით თავი მოიკლა, ზოგიც უფსკულში გადაიჩეხა და ან თავი დაიხრჩო. ვინ მოითვლის ნაირგვარ ამოუცნობ თუნებებს, რასაც ეშმაკი კაცთა ხიბლში ჩასაგდებად იყენებს. ჩვენი თავისუფალი ნება იხრება მიილტოს ყოველგვარი ხიბლისაგან, რადგან ხიბლი სიამოვნებას გვრის, ჩვენს თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას. მღვდელმთავარი ეგნატე გვაწვდის შეგონებით მაგალითებს ამგვარი ეშმაკისეული ხიბლისა, რასაც ლოცვის დროს განვითარებული მეოცნებობა იწვევს. ერთი პეტერბურგელი მოხელე განსაკუთრებული ძალისხმევით აღასრულებდა ლოცვით ღვაწლს და ამის გამო შეიგრძნო რაღაც უჩვეულო და აი სულიერი რჩევისათვის მან
მიეშურა მონასტერს და ერთ სულიერ მოძღვარს მონაზონს თავისი ხილვების შესახებ უამბო, რომ ლოცვის დროს მუდამ ხედავს ხატებიდან აღმოსულ ნათელს, გრძნობს კეთილსურნელებას, პირში უჩვეულო სიტყვებას და ასე შემდეგ. მონაზონმა მოусმინა მოხელეს და ჰკითხა: თავის მოკლაზე ხომ არ გიფიქრიაო? როგორ არა, გადავეშვი კიდეც ფონტანკაში, მაგრამ ამომათრიეს. გაირკვა, რომ მოხელე მიმართავდა წმინდა სვიმეონის მიერ აღწერილი ლოცვის სახეს, აღიგზნებდა სისხლსა და წარმოსახვას. ამ დროს კი კაცი გაძლიერებული მარხვისა და მღვიზარების უნარს იძენს. ნებაყოფლობით არჩეული თვითთუნებას ეშმაკა თავის მხრივ დაუმატა ამ მდგომარეობის მონათესავე ქმედება და ადამიანური თვალთუნება გადაიზარდა აშკარა ეშმაკისეულ ხიბში. მოხელე ხორციელი თვალებით ხედავდა ნათელს, ასევე ხორციელად შეიგრძნობდა კეთილსურნელებასა და სიტყვებას, სრულიადად საპირისპირო რამ არის და მთლიანად სულიერ სფეროს განეკუთვნება წმინდათა ხილვები და მათი ზებუნებრივი მდგომარეობა, რასაც მოღვაწე აღწევს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საღვთო მადლით სულიერი თვალები აღეხილება. ბერმა სცადა დაეწმუნებინა მოხელე, რომ მიეტოვებინა ლოცვის სახე, რომელსაც მიმართავდა. აუხსნა ამ მეთოდის და მისით გამოწვეული მდგომარეობის მცდარობა. მოხელე რჩევას გააფრთებით აღუდგა წინ. როგორ უარყო აშკარა მადლი, ის საცოდავი სასაცილოც კი ჩანდა. მაგალითად, მან მონაზონს კითხა: ცოდვა ხომ არ არის, როცა მეტის სიტყვებისაგან პირი ნერწყმით მევსება და იატაკზე წვეთავს? სწორედ ასეა ეშმაკისეულ ხიბში ჩავარდნილი საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს აღძრავს, რადგან თავს აღარ ეკუთვნიან და გონებით და გულით ბოროტი განდგომილი სულის ტყვეობაში იმყოფებიან. ამასთან სასაცილოდაც გამოიყურებენ ისინი. ასეთად აქცია ბოროტმა სულმა, რომელიც დაეუფლა მათ აცნუნაცუდმა დიდობით და გონება მაღლობით და დამცირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მოხიბლულნი ვერ აცნობიერებდნენ თავიანთ ტყვეობას და ვერც უცნაურ ქცევას, რაოდენ ცხადად უნდა იყოს ეს ტყვეობა და უცნაური ქცევა. როცა მოხელე წავიდა სხვა მონაზონმა, რომელიც საუბარს ესწრებოდა, ბერს კითხა: საიდან მოგივიდა და აზრად მისთვის თვითმკვლელობის მცდელობაზე გეკითხათ? მან მიუგო, როგორც ღვთისმსათნო გლოვის დროს დგება სინდისის უჩვეულოდ დამშვიდების წუთები და ეს არის მგლოვარეთა ნუგეშინის ცემა, ისე ეშმაკისეული ხიბლით გამოწვეული ცრუ თქმობის დროს დგება წუთები, როცა ამ ხიბლს თითქოს ფარდა ეხდება და მას იგემებენ ისეც, როგორც სინამდვილეშია. საშინელი წუთებია, აუტანელია მათი სიმწარე და ამით წარმოქმნილი სასოწარკვეთილება. ხიბლისაგან გამოწვეული ამ მდგომარეობის მიუხედავად მოხიბლულისთვის ერთობ იოლი უნდა იყოს მისი ამოცნობა და ზომების მიღება თავის განსაკურნებლად, მაგრამ ვაი რომ ასე არ ხდება. ხიბლის სათავე არის ამპარტავნება, მისი ნაყოფი უკიდურესი ამპარტავნება. მოხიბლულს თავის საღვთო მადლის ჭურჭლად მიაჩნია და ზაგს მისი გადასარჩენად მოყვასისაგან მიღებული გაფრთხილებები. ამასობაში ძლიერდება სასოწარკვეთილებით გამოწვეული შედეგები, რაც ბოლოს ჭკუიდან შლის კაცს და ისიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ერთხელ შემემთხვა ასეთი რამ, მოგვითხრობს მღვდელმთავარი ეგნატე, რაზეც ღირს ყურადღების განხილვა. მესტუმრა ათონელი მღვდელმონაზონი, რომელიც რუსეთში შესაწირის შესაგროვებლად იყო ჩამოსული. როცა ჩემს მისაღებ სენაკში დავსხედით, მან მითხრა: ილოცე ჩემთვის მამაო, მე ბევრი ბძინავს და ბევრს ჭამ. როდესაც ამას მეუბნებოდა, შევიგზენი მისგან გამომავალი მხურვალება, ამიტომაც მივუგე, შენ არც ბევრს ჭამ და არც ბევრი გძინავს, სხვა რაიმე უჩვეულო ხომ არ გჭირს და ჩემს შიდა სენაკში შემიპატიჟე. მე წინ გაუძახი და როცა კარს ვუღებდი, ფიქრით ღმერთს შევვედრე, რათა ჩემს დამშეულ სულს სარგებელი მიეღო ათონელი მღვდელმონაზონისაგან. თუ ის ღმრთის ჭეშმარიტი მონა იყო, მე მართლაც რაღაც განსაკუთრებული შევნიშნე მასში. შიდა სენაკში ჩვენ ისევე ჩამოვსხედით სასაუბრო და ვთხოვე: წყალობა ვყავ, მასწავლე ლოცვა. შენ ამ ქვეყნად მონაზონთა უპირველეს ადგილას ათონის მონაზონთა შორის ცხოვრობ, ასეთ ადგილას და მონაზონთა ასეთ მრავალრიცხოვან საკრებულოში უეჭველად
იქნებიან უდიდესი მლოცველნი, რომლებმაც იციან ლოცვითი საქმის საიდუმლოება, რასაც ასწავლიან მოყვას, როგორც ამას ექმოდნენ გრიგოლ სინელი, გრიგოლ პალამა და ბევრი სხვა ათონელი მნათობნი. მღვდელს გემოვნაზონი მაშინვე დამხვდა ყოფილიყო ჩემი მოძღვარი და ხო საშინელებაო. მან უდიდესი მგზნებარებით დამიწყო აღგზნებითი და ოცნებითი ლოცვის მეთოდის სწავლება, რის შესახებაც ზემოთ ვესაუბრეთ. ხედავდი რა საშინელი იყო განხურვებული, უდუღდა სისხლი და გამძაფრებული ჰქონდა წარმოსახვა. იგი საკუთარი თავით კმაყოფილი და აღტაცებული იყო, თვითწუნებით და ხიბლით შეპყრობილი. მე როგორც მოწაფემ დავაცხადე ლაპარაკი და ნელ-ნელა მოვახსენე წმინდა მამათა აზრები ლოცვის შესახებ, მიუთითე ფილოკალიაზე და ვთხოვე ჩემთვის აეხსნა ეს სწავლება. ათონელი მონაზონი სრულად დაიბნა და მე მივხვდი, რომ ის საერთოდ არ იცნობდა მამათა სწავლებას ლოცვის შესახებ. საუბარი განვაგრძე, მამაო, როცა პეტერბურგში იცხოვრებ, არადა დაბინავდე ზემო სართულზე. ოთახი აუცილებლად ქვემო სართულზე აიღე. რატომ? გაუკვირდა ათონელს. იფიქრე რა მოხდება, თუ ანგელოზები მოულოდნელად შენს აღტაცებაზე და პეტერბურგიდან ათონზე გადაყვანის მოისურვებენ. ზემო სართულიდან რომ წაგიყვანონ და ხელიდან გაუვარდე, ხომ სასიკვდილოდ დაიმტვრევი. თუ ქვედა სართულიდან მხოლოდ დაიშეჟები. წარმოედგინე, მიპასუხა ათონელმა, რამდენჯერ მიფიქრია ლოცვად მდგომს, რომ ანგელოზები ამიყვანენ და ათონზე დამსვენ. აღმოჩნდა, რომ მღვდელსიმონაზონი ატარებდა ჯაჭვებს, თითქოს არ ეძინა, ცოტას ჭამდა, სხეულში ისეთ ხურვალებას გრძობდა, რომ ზამთრობით თბილი სამოსი არ სჭირდებოდა. საუბრის დასასრულს აზრი დამებადა შემდეგნაირად მოქცეულიყავი. ვთხოვე ათონელს, რათა მან, როგორც მარხოლმა და მოღვაწემ თავის თავზე გამოსცადოს წმინდა მამათაგან მოცემული მეთოდი, რის თანახმადაც ლოცვის დროს გონება სრულად უნდა განეშოროს ყოველგვარ ოცნებას, ყურადღება მთლიანად ლოცვის სიტყვებს მიაპყროს, მათში ჩაიკეტოს და მათი შემოიზღუდოს. ამ დროს გონებას როგორც წესი თანადგომას უწევს ცოდვა და გამომწუხარე გული. როცა ამას შენს თავზე გამოცდი, უთხარი ათონელს, შემატყობინე გამოცდილების შედეგი. თავად ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება მოუცლელობის გამო. ათონელი ხალისით დაეთანხმა ჩემს წინადადებას. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და მითხრა, ეს რა მიყავი? მაინც რა მოხდა? ვკითხე მე. როგორც კი ვეცადე ყურადღებით მელოცა და გონება ლოცვის სიტყვებში ჩამეკეტა, ყველა ჩემი ხილვა გაქრა და მათ ვეღარ ვიბრუნებ. ამის შემდეგ ათონელ ბერთან საუბრის დროს აღარ შემინიშნავს ის თვითდაჯერებულობა და კადნიერება, რაც მასში აშკარად ჩანდა პირველი შეხვედრის დროს. ეს ჩვეულებრივ ნიშანდობლივია თვითწუნებულთათვის, რომელთაც ეჩვენებათ, რომ წმინდანები არიან, ან სულიერად წარემატებიან. ათონელმა ჩემი მოგძალებული რჩევის მოსმენის სურვილიც კი გამოთქვა, როდესაც დავარიგე, გარეგანი ცხოვრების წესით სხვა მონაზვნებისაგან არ გამოირჩეოდეს, რადგან ასეთი განსხვავება იწვევს გონება მაღლობას. მან მოიხსნა ჯაჭვები და გადმომცა. ერთი თვის მერე იგი ასევე მესტუმრა და მიამბო, რომ სხეულში მხურვალება გაუნელდა, უკვე თბილი სამოსი სჭირდება, რომ უფრო მეტი ზინავს. ამასთან დაძინე, რომ ათონის მთაზე ბევრი ვინც სახელი გაითქვა, როგორც წმინდანმა, იყენებს ლოცვის სწორედ ამ ხერხს და მას სხვასაც ასწავლის. ყურადღებიანი ლოცვა მოითხოვს თავგანწირვას, რასაც ცოტანი თუ ბედავენ საკუთარ თავში ყურადღებით ჩაკეტილი, საკუთარი ცოდვილობის ხილვით ღრმად დამწუხრებული, მრავლისმეტყველების და საერთო შთაბეჭდილების მომხდენისა და მსახიობობის უნარს მოკლებული კაცი რაღაც უცნაურ, ამოუცნობ, ყოველმხრივ არასრულფასოვან ადამიანად ეჩვენებათ მათ, ვინც მისი საიდუმლო ღვაწლის შესახებ არაფერი იცის. განა ადვილია საზოგადოებრივ აზრთან გაშორება, როგორც შეიცნოს ერმა ჭეშმარიტი მლოცველი, როცა თავად ამ მოღვაწეობას საერთოდ არ იცნობს, სულ სხვა თვითწუნებული, ის არ ჭამს, არ სვამს, არ ზინავს, ზამთრობით მხოლოდ ანაფორით დადის, ატარებს ჯაჭვებს, აქვს ხილვები, ყველას ასწავლის და ამ ხელს კადნიერი უტიფრობით, სრულიად უსამართლოდ, უმიზნოდ და უაზროდ, სისხლის მიერი, ნივთიერი ვნებითი განხურვებით და ამის მიზეზი ეს სამწუხარო დამღუპელი აგზნებულობა პირდაპირ
წმინდანია. ოდითგანვე შეიმჩნევა საზოგადოების ინტერესი და ლტოლვა ასეთების მიმართ. მოღვაწეთა უმრავლესობა, რომლებიც დასავლეთის ეკლესიამ უდიდესი წმინდანებად აღიარა, მას შემდეგ რაც თავად გამოეყო აღმოსავლეთის ეკლესიას და განეშორა მას სულიწმინდას ზემოხსენებული მეთოდით ლოცულობდა და რა თქმა უნდა ხილობით სრულ ჰქონდათ, ეს ვითომ წმინდანები საშინელ ეშმაკისეულ ხიბში იყვნენ. ხიბლით შეპყრობილი ლათინი მოღვაწენი ყოველთვის გზნებულად ექცეოდნენ უჩვეულო ნივთიერებითი განხურვების გამო. ასეთ მდგომარეობაში იყო იეზუიტების ორდენის დამაარსებელი ეგნატე ლოიოლა. მისი წარმოსახვა იმდენად იყო აგზნებული და გავარჯიშებული, რომ მარტოოდენ მონდომებითა და ერთგვარი დაძებით მის თვალწინ გადაიშლებოდა ჯოჯოხეთით ან სამოთხე. ეს ხილვა მარტოოდენ კაცის წარმოსახვით არ ვლინდებოდა. აქ მოქმედებდნენ დემონები, რომლებიც თავიანთ დიდ ძალისხმევას უმატებდნენ ადამიანის სუსტ უნარს. ხდებოდა ქმედებების გაერთიანება და ურთიერთშევსება, რასაც საფუძვლად ედო კაცობრივი თავისუფალი ნება, რომელმაც აირჩია და გაითავისა მცდარი მიმართულება. მდეთოვარი აღწევს არასწორი ლოცვის სხვა სახესაც. როგორც გონების არასწორ ქმედებას მივყავართ თვითწუნებამდე და ხიბში გვაგდებს ზუსტად ასეთივე შედეგი მოსდევს გულის არასწორ ქმედებას. უგუნური ამ პატავნებით არის ახსოვზე ჩვენი სურვილი და მისწრაფება ვიხილოთ სულიერი ხილვები, ვნებათაგან განუწმენდელი სულიწმინდით განუახლებელი და აუღორძინებელი გონებით. ასეთივე ამ პატავნებითა და უგუნურებით არის ახსოვზე ჩვენი გულის სურვილი და ლტოლვა დათქმეს წმინდა სულიერი საღვთო განცდებით მაშინ, როცა სრულიად მოუმზადებელია ასეთი თქმობისათვის. როდესაც გული ლამობს, იგემოს საღვთო სიტყვება, სხვა საღვთო შეგრძნებები და ვერ აღმოაჩენს მათ თავის თავში, იგი აცტუნებს, ატყუებს და გუპავს თავის თავს, რადგან შედის სიცრუის სამფლობელოში, უკავშირდება ეშმაკებს, ექცევა მათ გავლენისა და ძალაუფლების ქვეშ. დაცემულ მდგომარეობაში მყოფი გულის ყველა შეგრძნებიდან მხოლოდ ერთი შეგრძნებაა უხილავი ღვთისმსახურებისათვის გამოსადეგი მწუხარება საკუთარ ცოდვაზე, დაცემაზე, წარწმენდაზე, რასაც გლოვა, სინამდვილის სულის შემოსრულება ეწოდება. ყოველთვის ცნობილია, რა სულიერი უბედურებით იწვიათ იუდეველები მწიგნობრებსა და ფარისევლებს მათ არასწორი სულიერი განწყობის გამო. ისინი არა მხოლოდ განეშორნენ ღმერთს, არამედ გააფრთებულ მტრებად მოეკიდნენ მას და თვითმკვლელებად იქცნენ. ასეთები უბედურებას მოიწევენ ლოცვითი მოღვაწენი, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობას მოაკლებენ სინანულს, მოანდომებენ ტკბობითა და აღფრთოვანებით განცდას. ამით ისინი აღრმავებენ დაცემას, უცხო ხდებიან ღვთისათვის, უკავშირდებიან სატანას და სულიწმინდის მიმართ სიძულვილის სენი იპყრობთ მათ. საშინელია ამგვარი ხიბლი. იგი სულისათვის ისეთივე დამღუპელია, როგორც პირველი, ოღონდ ნაკლებად თვალსაჩინოა. იგი იშვიათად მთავრდება სიგიჟითა და თვითმკვლელობებით, მაგრამ სრულად ხრწნის გონებასაც და გულსაც. მას წმინდა მამება უწოდეს ცრუ წარმოდგენა და ამით დაახასიათეს მისგან შექმნილი მდგომარეობა გონებისა. ამ ხიბლით შეპყრობილი საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენას იქმნის, რომ ფლობს მრავალ სათნოებასა და ღირსებას და რომ უხვად ებოძა სულიწმინდის ნიჭები. ცრუ წარმოდგენა არ აძლევს კაცს საშუალებას მიიღოს თავის მიერ წარმოდგენილი. ამბობს წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ვინც წარმოადგენს, რომ არის უვნებო, ვერასოდეს განიწმინდება ვნებათაგან. ვინც წარმოადგენს, რომ მადლით ახსოვსია, ვერასოდეს მიიღებს მას. ვინც თავს წმინდანად წარმოადგენს, ვერასოდეს მიიღწევს სიწმინდეს. ამ ხიბლით დაავადებულებს ახასიათებს უჩვეულო მედიდურობა. ისინი თითქოს ტკბებიან საკუთარი თავით, თვითწუნებით, რასაც მადლმოსილ მდგომარეობად მიიჩნევენ. გამსჭვალულნი არიან გონებამაღლობითა და ამპარტავნებით, თუმცა ისინი თავმდაბალ ადამიანებად ეჩვენება ბევრს, ვინც მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობს და შედეგის მიხედვით შეფასება არ ძალუძს. არ არსებობს ცხონება სინანულის გარეშე. სინანულის კი ღმერთი მხოლოდ მათ უბოძებს, რომლებიც მის
მისაღებად გაყიდიან მთელ თავიანთ ქონებას, ანუ უარყოფენ ყველაფერს, რაც მცდარად შეითვისეს ცრუ წარმოდგენის მეშვეობით. ძალზე ხშირად ხვდებიან ცრუ წარმოდგენის ხიბლის სცენით შეპყრობილნი. ამ ხიბლში იმყოფება ყველა, ვინც სულის შემოსრულებას არის მოკლებული, საკუთარ თავს რაიმე ღირსებას ან დამსახურებას მიაწერს. განუხრელად არ მისდევს მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, არამედ თვითნებურად თავისი შეხედულებისებრ ან უცხორ ჯულის თანახმად განიხილავს რომელიმე დოგმას ან გადმოცემას. ამიტომ ფხიზლად უნდა ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს, რათა არ მივიწეროთ რომელიმე კეთილი საქმე, საქებარი თვისება ან განსაკუთრებული ბუნებრივი უნარი თვით მადლისმიერი მდგომარეობა, მაშინაც კი თუ ასეთი პატივი გვერგო. ერთი სიტყვით არ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თავად რაიმე ღირსება გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს საღვთო მადლის მოძებული სულიერი მდგომარეობანიც, როდესაც განიცდება სულიერი სიტყვება და სიხარული, ცხადდება ქრისტიანული საიდუმლონი გულში, შეიგრძნობა სულიწმინდის მყოფობა და ქრისტეს მოღვაწე სულიერი ხილვათა ღირსი ხდება, მაგრამ ასეთი მდგომარეობას აღწევს მხოლოდ ისინი, ვინც ეზიარა ქრისტიანულ სრულყოფილებას. მანამდე კი სინანულით განიწმინდა და მოუმზადა სინანულის თანდათანობითი მოქმედება, გამოვლენილი სინდაბლის სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით კი სულიერი სიგლახაკით და გლოვით, აღავლენილი ლოცვით, ნელ-ნელა აცლის ძალას, ცოდვის გავლენას ადამიანზე. ამისთვის დიდი დროა საჭირო. ვნებებთან ბრძოლა ძალზე სასარგებლოა, ყველაზე უფრო ასე მიიღწევა სულის სიგლახაკეთს, როცა ვნებები ძალზე დასუსტება, რაც ყველაზე ხშირად სიცოცხლის მიწურულს ხდება. თანდათანობით გამოვლინდებიან სულიერი მდგომარეობანი, რომლებიც უსასრულოდ განსხვავდებიან ცრუ წარმოდგენით შეთხზულ მდგომარეობიდან. სულიერ ნიჭთა მოძება ხდება საღვთო სიბრძნე, რომელიც თვალყურს ადევნებს ამ ნიჭის მიმღებმა სიტყვიერმა ჭურჭელმა შეძლოს მისი ძალის დადევნა, ასე რომ თავს ზიანი არ მიაყენოს. ღვინო ახალი განხეთქიერთა ძველთა. მათესახარების მე-9-მე-17 თავი. შეიმჩნევა, რომ ამჟამად შესაბამისად იმ დაუძლურებისა და რამა საერთოდ ქრისტიანობა მოიცვა სულიერ ნიჭთა მოძება ხდება უდიდესი ზომიერებით. ეს ნიჭები აკმაყოფილებენ მხოლოდ იმას, რაც ცხონებას ესაჭიროება, ხოლო ცრუ წარმოდგენა პირიქით, უზომო სიუხვითა და სისწრაფით არიგებს თავის ჭყალებში ნიჭებს. სულიერ მდგომარეობათა საერთო ნიშანია ღრმა სიმდაბლე, რასაც ახლავს საკუთარი თავის მიჩნევა ყოველ მოყვასზე უარესად. მათ მიმართ სახარებისეული სიყვარული და კეთილგანწყობა სწრაფად არჩეს ყველასათვის უცნობად განეშოროს ამ სოფელს. მეუფე ეგნატეს ამ ერთობ უნიშნულოვანეს ღრმა საფუძვლიან ნაშრომიდან შემოგთავაზეთ მხოლოდ ზოგიერთი ნაწყვეტი, რათა გადმოგვეცა უზოგადესი დახასიათება ამ საშიშროებებისა და შესაძლო გადახრებისა, რაც ლოცვის გზაზე გვხდება. მათ, რომლებიც მოისურვებენ უფრო ღრმად შეიცნონ ხიბლის მიზეზი, აუცილებლად მთლიანად უნდა წაიკითხონ თავად ეს ნაშრომი. აქვე აღნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ რამეს, რაც გვაიძულებს ვიყოთ უფრო ფრთხილნი სულიერ ცხოვრებაში. წმინდა მამათაგან ალბათ არავინ იკვლევდა ხიბლის ბუნებასა და მის სხვადასხვა სახეს ისე გამოწვლილებებით და დაკვირვებით, როგორც მღვდელმთავარი ეგნატე. მან სრულიად გამოიყენა ძველი მონაზნობის გამოცდილება, რათა სააშკაროდ გამოეტანა ეშმაკის ნაირგვარი ოსტატური ხრიკები, გაეფრთხილებინა მათგან ბოლო დროის ქრისტიანები, რომელთაც მოუწევთ სულიერი ბრძოლა განსაკუთრებით საცდურთა პერიოდში, როცა აუცილებელია განსაკუთრებული გონიერება და სიფრთხილე, რომ არ დაიღუპონ, მაგრამ აი დასტური იმისა, რომ მხოლოდ ცოდნა გულის სიმდაბლის გარეშე ვერ დაგვეხმარება ამ საშიშროების თავიდან აცილებაში. აღმოჩნდა, რომ ეშმაკებს შეუძლიათ თავად სინანულისა და თავმდაბლობის შესახებ სწავლებაც კი დაამახინჯონ და გამოიყენონ ცთუნებისათვის. ახლახან ისეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენს მონასტერს ესტუმრა ერთი მონაზონი, რომელმაც მანამდე რამდენიმე წელი გაატარა უდაბურ ადგილებში განდეგილთა შორის. იგი მორჩილი იყო ერთი ბერისა, რომელიც გლოვის უჩვეულო მეთოდს მიმართავდა და მან ეს თავისი მოწაფესაც ასწავლა. იმ უდაბნოში კიდევ რამდენიმე მონაზონი იზიარებდა ამ სწავლებას და გამოცდილებას. მონაზონი თავისი გამოცდილებას უყვებოდა მონასტრის ძმობას, მგზნებარედ საუბრობდა სინანულით გლოვის მნიშვნელობაზე, რომ ეს არის
მონაზონის უმთავრესი საქმე, რომ მხოლოდ გლოვაშია ცხონება და ასე შემდეგ. იგი ზეპირად ამოწმებდა წმინდა მამათა მრავალ მონათქვამს ცრემლის შესახებ, განსაკუთრებით ყრტნობოდა მღვდელმთავარ ეგნატეს სწავლებას და გლოვასა და სინანულის შესახებ. შეუცდომლად ახსოვდა მისი ზოგიერთი წერილი. ზოგადად მონაზონმა გადმოგვცა ფართო საფუძვლიანი ჩამოყალიბებული სწავლება გლოვაზე, რაც ნამდვილად ძალზე ჰგავდა წმინდა მამათა სწავლებას ამის თაობაზე. იგი არწმუნებდა მონაზონებს, რომ გლოვისთვის საჭიროა ძალა დააეტანა თავს, რომ ცრემლები გვეძლევა განსაკუთრებული ლოცვითი შრომით, საკუთარი თავის უარყოფისა და თავგანწირვის ღვაწლით და ასე შემდეგ. ძმები, რომლებიც მონაზონს უსმენდნენ, მის სიტყვებს ეთანხმებოდნენ და თუმცა მას ასეთ გრძნებარებას მაინც და მაინც არ ენდობოდნენ. ბოლოს მან შესთავაზა ეჩვენებინა სინანულით გლოვის ის მეთოდი, რასაც იმ უდაბნოს ბერები მიმართავდნენ, მაგრამ გამოირკვა, რომ ამისთვის საჭიროა ოშორდეს სავანეს, წახვიდე მთებში, რათა მონასტრის დანარჩენი ძმობა არ შეშფოთდეს. ამან იმდენად დაეჭვა მონაზონები, რომ მათ უარი თქვეს ასეთი უცნაური გამოცდილების გაცნობაზე. საუბარი დამთავრდა, მონაზონი სადღაც წავიდა, სასეირნოდ სხვები თავიანთ საქმეს შეუდგნენ. უცებ მონასტრის ირგვლივ მთებიდან მოისმა რაღაც უცნაური ყმუილი, სისხლ გამყინავი ხმუილი, კვნესა, ოხრა. ამ ხმებს ხევებიდან, კლდე ღრეებიდან ეხმიანებოდა. ძმებმა სამუშაო მიატოვეს და დაბნეულნი სმენად იქცნენ. მაშინვე ვერც მიხვდნენ, რომ ეს იყო გლოვის მონაზონისეული მეთოდი და რომ იგი ამდენად წარმოთქვამდა იესოს ლოცვას, სადღაც უკაცრიელ უდაბნოში, კლდეებსა და მთას შეფენილ ტყეებს შორის ჩაკარგულ ურთიერთისაგან ძალზე დაშორებული პაწაწინა სენაკებში მცხოვრები ის მონაზონები, რომელთა რიცხვოსაც ჩვენი სტუმარი ეკუთვნოდა, გამოსცემდნენ ასეთ სასოწარკვეთილ ბღავილს, ყოველდღე რამდენიმე საათის აყრუებდნენ არემარეს, კვნესითა და ქვითინით, უხვად ღვრიდნენ ცრემლებს, ბოლოს კი ქანძგაწყვეტილნი ეცემოდნენ და ასეთი ისტერიული საქმიანობა დაფუძნებული საკუთარ ნერვების აღზნებასა და თვითკბობაზე მათ წმინდა მამათაგან ნასწავლ ჭეშმარიტ სინანულის მოღვაწეობად ეჩვენებოდათ. რაოდენ საოცარია, რომ ხიბლის ასეთმა უმძლავრესმა ფორმამ ბუდე მოაწყო იქ, სადაც თითქოს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ მახსენდება სულიერი ხედვით, როგორ იხილა ანტონი დიდმა ამ ქვეყნად ეშმაკის მიერ დაგებული ყველა მახე და შეძახა. ვაი კაცთა მოდგმას, ვინ შეძლებს ამ მახედაგან თავის დაღწევას? ამაზე პასუხი მიიღო, მათ გადაურჩება სიმდაბლე, მას ისინი ვერც კი ეკარებიან.